უცქერდი მის თვალებს და გაოცებული ვიყავი. ეს იყო დევნილი, კუთხეში მიყუჟული ცხოველის თვალები, რომელიც ყოველთვის რაღაცის იმედით ეძებს. შეგვიძლია გავიხსენოთ იუნგის შეხვედრა პუებლოს ტომის ბელადთან. ბელადმა შემდეგი რამ უთხრა. მოგესალმებით. მე ვარ გიორგი და დღეს ჩვენი არხისთვის სრულიად განსხვავებულ ექსპერიმენტულ კონტენტს გთავაზობ. თუ ოდესმე გიფიქრია, როგორ იმოქმედებდა შენზე კარლ იუნგის ფსიქოთერაპია, მაშინ სწორ ვიდეოს უყურებ. ამ პატარა ფსიქოლოგიური სიმულაციით შევეცადე სწორედ ის შეგეგრძნო, რასაც იუნგის პაციენტები გრძნობდნენ. ყურადღებით მოусმინე ხმას, მოეწყო კომფორტულად და ვიდეოს ბოლოს აუცილებლად მომწერე შენი აზრი, რადგან ასეთი ვიდეოები დიდ ნახვებს იშვიათად აგროვებს. მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია არა მხოლოდ საიდუმლოებებზე და ისტორიებზე, არამედ რეალურ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. თუ მსგავსი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები მოგწონს, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. თქვენი აქტიურობა გვაძლევს мотивაციას, რომ ასე ღრმა თემებზეც შევქმნათ კონტენტი. მაშასე, დავიწყოთ. კარლ იუნგი ამბობდა, თანამედროვე ადამიანი იმ რისკის წინაშე იმყოფება, რომ შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ სიცოცხლის ნახევარი გამოტოვე. სადღეისოდ ფსიქოტროპული პრეპარატები შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მაგრამ ეს პრეპარატები ადამიანებს არც ისე კარგად კურნავს და ხშირად ისინი უბრალოდ მთელი ცხოვრების მანძილზე ფსიქოლოგიური შეზღუდულობის საყრდენ ყავარჯინებად იქცევიან ხოლმე. საბედნიეროდ, შფოთვისა და დეპრესიის მკურნალობის ალტერნატიული გზები არსებობს. ამ ვიდეოში წამლებისაგან თავისუფალ რჩევებისთვის ჩვენ მიმართავთ კარლ იუნგს, ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფსიქიატრს და ვეცდებით გავარკვიოთ თუ როგორ ვიპოვოთ ფსიქოლოგიური აშლილობების განკურნების ეფექტური გზები. იუნგი წერდა, რომ ელიტა კვლავ მტკიცედ ებღაუჭება იმ აზრს, რომ შფოთვითი აშლილობები ტვინის ცვლილებებით წარმოიქმნება. სამწუხაროდ, ბევრი ჩვეულებრივი ექიმი ისევ ასეთulis და მათგან შემდეგ მათნაირი ექიმების ჯგუფი წარმოიშობა. ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველა პაციენტი დარწმუნდა სამეცნიერო დოგმაში, რომ მათი ავადმყოფობა ფიზიკური ხასიათისაა. იუნგი თვლიდა, რომ შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევათა უმეტესობა არა ტვინის დეფექტის, არამედ ცხოვრების არასწორი წესის შედეგია. ამიტომ მკურნალობის იუნგისეული მეთოდის პირველი ნაბიჯი არ იყო წამლის დანიშვნა, არამედ ფსიქოლოგიური ხედვის დოზა. ხედვა იმის შესახებ, რას უნდა ველოდოთ ცხოვრებიდან და ხედვა იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ცვლილებისთვის. პირველ საკითხთან დაკავშირებით იუნგი აღნიშნავდა, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ცხოვრება უნდა იყოს მარტივი, ტანჯვა მინიმუმამდე დაყვანილი და სირთულეები თავიდან აცილებული. ამის საპირისპიროდ იუნგი პირდაპირ ეუბნებოდა თავის პაციენტებს, რომ ცხოვრება ადვილი არ არის და კომფორტი და სიმშვიდე ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არ გახლავთ. ანუ როგორც იუნგი წერდა, საბოლოო ჯამში ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოდესმე არსებობდეს თერაპია, რომელიც ყველა სირთულეს გაამარტივებს. ადამიანებს სირთულეები სჭირდებათ, ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ჩვენ მხოლოდ მათი ჭარბი რაოდენობა უნდა გვაღელვებდეს. იმის აღიარება, რომ სირთულეები გარდაუვალია და ყველაფერი რისი მიღწევას ღირს, ადვილად არ მოდის, რეალობის მყარ ნიადაგზე გვაყენებს. იქიდან კი ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, რადგან როდესაც ვიაზრებთ, რომ ცხოვრება რთულია, ასევე მივხვდებით, რომ მხოლოდ გაძლიერებული ხასიათის მეშვეობით კარგი ცხოვრების შანსი გვაქვს. მეორე მხრივ, თუ დავრჩებით ილუზიაში, რომ ცხოვრება ადვილი უნდა იყოს, მაშინ არ გვექნება мотивაცია საკუთარი სიზუსტეების დასაძლევად, რადგან გვექნება იმედი, რომ საკმარისია დავიცადოთ და ცხოვრება თვითონ გამარტივდება. ცხოვრება ბრძოლისველია. ის ყოველთვის ასეთი იყო და ყოველთვის ასეთი იქნება. და ასე რომ არა, არსებობაც დასრულდებოდა. წერდა კარლ იუნგი თავის ნაშრომში ადამიანი და მისი სიმბოლოები. იუნგის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაიგონ, არის ის, რომ პრობლემები არსებობს აწმყოში და მათი გადაწყვეტა წარსულში ქექვით არ ხდება. ბევრ ადამიანს მოსწონს იმის დაჯერება, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენენ თუ რატომ არიან ისეთები, როგორებიც არიან, შეუძლიათ ცხოვრებაში წინსვლა. მაგრამ იუნგის აზრით, წარსულზე გადაჭარბებული ყურადღება ხშირად იმ მძიმე ამოცანებისგან თავის არიდება, რომლებიც აქ და ახლავე უნდა გადაიჭრას. და როგორც იუნგი წერდა, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ არა მხოლოდ ნევროზულები, არამედ სხვაებიც ჩვეულებრივი ადამიანებიც ბუნებრივად ესწრაფვიან, არასოდეს ეძებონ პრობლემების მიზეზები საკუთარ თავში. არამედ ეს მიზეზები რაც შეიძლება შორს დაინახონ სივრცესა და დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინაშე დადგება დიდი რისკი საკუთარი თავის გაუმჯობესებისა. ამ არაკომფორტულ რისკთან შედარებით გაცილებით მომგებიანია ყველაფერი სხვებს გადააბრალო. ან თუნდაც როცა ადამიანი იჯერებს, რომ პრობლემები მისი ბრალია, უფრო მარტივია იმის დაჯერება, რომ ყველაფერი თავისით ადრეული ბავშვობიდან წარმოიშვა. ამის შემდეგ იუნგი გადადიოდა მკურნალობის პირველ პრაქტიკულ ნაბიჯზე. ადამიანს უნდა ეღიარებინა საკუთარი ჩრდილი. იუნგი წერდა, ყოვლის მომცველი ფსიქოლოგიური მეთოდის პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ცნობიერება დაუპირისპირდეს თავის ჩრდილს. ჩრდილი არის
იუნგის ტერმინი ჩვენი ხასიათის იმ ელემენტებისთვის, რომლებსაც სირცხვილის, არაჯეროვნების და კრიტიკის გამო უარყოფთ და ვდევნით არაცნობიერში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი პიროვნების ის მხარე, რომლის დამალვაც გსურს როგორც სხვებისგან, ასევე საკუთარი თავისგან. იუნგის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეჭვგარეშეა რომ ადამიანი მთლიანობაში იმაზე ნაკლებად კარგია, ვიდრე წარმოუდგენია ან სურს რომ იყოს. ყველა ატარებს ჩრდილს და რაც უფრო ნაკლებად არის ის რეალიზებული ინდივიდის შეგნებულ ცხოვრებაში, მით უფრო შავია და მკვრივი. იუნგი თვლიდა, რომ თვით შეცვლის პროცესში საკუთარ ჩრდილთან დაპირისპირება რამდენიმე მიზეზის გამო გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. პირველ რიგში ჩვენი პიროვნების არასრულფასოვანი ნაწილების უარყოფით ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანთ საკუთარ თავს. უბრალოდ ვკარგავთ კონტროლს იმაზე, თუ როგორ და როდის გამოვლენენ ეს თვისებები თავს. მეორე მხრივ, თუ აღიარებთ ხასიათის ნაკლს, შეგვიძლია ვისწავლოთ მისი გამოხატვის კონტროლი და ამით მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რომელსაც ის ჩვენ ცხოვრებას აყენებს. ანუ, როგორც იუნგი ხსნის, ყველაფერი რაც შეგნებული ხდება, შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ყველაფერი რაც არაცნობიერში გადადის, არ გამოსწორდება და მიუხედავად მისი შეუფერხებელი ზრდისა, უფრო და უფრო დეგრადაციას განიცდის. საბედნიეროდ, ბუნება უზრუნველყოფს იმას, რომ არაცნობიერი ადრე თუ გვიან ცნობიერში დაბრუნდეს და შექმნას საჭირო დაბნეულობა, მაგრამ ჩრდილი მხოლოდ სისუსტეებისგან არ შედგება. მისი ზოგიერთი ელემენტი ძლიერი მხარეებია, რომლებსაც ახალგაზრდობაში ვთვრგუნავდით, რადგან თანატოლებმა, ოჯახის წევრებმა ან საზოგადოებამ ცრუ შთაბეჭდილება შეგვიქმნეს, რომ ეს თვისებები ცუდი იყო. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი თავის ძალას ვთვრგუნავს, გამოხატოს გაბრაზება, დაიცვას საკუთარი თავი. ამრიგად, ჩრდილის გაცნობიერების კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ჩვენ ვიღებთ წვდომას სიცოცხლისთვის სასარგებლო ხასიათის თვისებებზე, ანუ როგორც იუნგი წერს, ჩრდილი უბრალოდ ნაწილობრივ არასრულფასოვანი, პრიმიტიული, მიუსადაგებელი და მოუხერხებელია. ის მთლიანად ცუდი არ არის. შეიცავს ისეთ თვისებებსაც, რომლებმაც შესაძლოა გარკვეულად გააცოცხლოს და დაამშვენოს ადამიანური არსებობა, მაგრამ ამას ტრადიცია კრძალავს. აჩრდილის გაცნობიერების ერთ-ერთი გზაა დავაკვირდეთ სხვა ადამიანების სისუსტეებს, ნაკლოვანებებსა და არაჯეროვნებებს, რადგან ჩვენში უმეტესობა მსგავს თვისებებს ვთვრგუნავს და ამასთან ერთად ჩრდილის ელემენტებს სხვებში პოულობს. ამიტომ, თუ ყურადღებას მივაქცევთ სხვების ხასიათის რომელი თვისებები გვაღიზიანებს, შესაძლოა საკუთარი ჩრდილის დანახვაც შევძლოთ. სხვებზე დაკვირვების გარდა, ჩრდილის ცნობიერში დაბრუნების კიდევ ერთი გზა არის დავფიქრდეთ ჩვენი ქცევების მოტივებზე, განსაკუთრებით იმ ქცევებზე, რომლებიც სირცხვილის შეგრძნებას იწვევს და როდესაც ეს საჭიროა თვით კრიტიკისთვის გახსნილები ვიყოთ. როგორც იუნგი აღნიშნავს, ხშირად ერთადერთი რამ, რაც გვიშლის ხელს ჩვენი ჩრდილის დანახვაში არის საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობის ნაკლებობა. ადამიანს მცირე თვით კრიტიკაც აძლევს საშუალებას ჩაიხედოს ჩრდილში. ჩრდილის გაცნობიერებასთან ერთად იუნგის თერაპიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი თავის პაციენტებისთვის ცხოვრების აზრის პოვნის ხელშეწყობა იყო. იუნგი თვლიდა, რომ როცა ადამიანი ღრმა დეპრესიაშია ან შფოთვითი აშლილობებით არის შეპყრობილი, განკურნებისთვის აუცილებელია იპოვოს როლი, როგორც ერთ-ერთმა მსახიობმა ცხოვრების ღვთაებრივ დრამაში. იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს ეს, შეგვიძლია გავიხსენოთ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იუნგის შეხვედრა პუებლოს ტომის ბელადთან. იუნგი ამ ადამიანთან ტომის ტრადიციებზე საუბრობდა, როცა ბელადმა შემდეგი რამ უთხრა. ციტატა: "დიახ, ჩვენ პატარა ტომი ვართ და ეს ამერიკელები ცდილობენ ჩვენს რელიგიაში ჩაერიონ." ციტატის დასასრული. მან თქვა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან ისინი მზის შვილები იყვნენ. მან მზისკენ მიანიშნა და თქვა: "ვინც ცაში მოძრაობს, მათი მამაა და ისინი ყოველდღიურად უნდა დაეხმარონ მას, რათა მზე ჰორიზონტ ზემოთ ამოვიდეს. ცაზე იმოძრაოს." ტომის ბელადის რწმენით ისინი ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებდნენ, არამედ მთელი ამერიკისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. იუნგი მიხვდა, რომ თანამედროვე დროში მართალია ბელადის ეს რწმენა გიჟურა და არქაულად კი ჟღერდა, მაგრამ ტომის წევრები ისე არ იტანჯებოდნენ, როგორც თანამედროვე ადამიანები. მათ არ ჰქონდათ ნევროზი, შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია. ისინი ყოველდღე არ იჭყებებოდნენ წამლებით. პირიქით, ეს ტომი შედგებოდა მაღალფუნქციური ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავს აღიქვამდნენ როგორც ცხოვრების ღვთაებრივ დრამის მონაწილეებს. მათი ცხოვრება სავსე იყო მიზნებით და დანიშნულებებით. როგორც იუნგი წერდა, იმ ადამიანებს პრობლემები კი არა, ყოველდღიური სიმბოლური ცხოვრება აქვთ. ისინი დილით იღვიძებენ საკუთარი დიდი და ღვთაებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. ისინი არიან მზის შვილები და მათი ყოველდღიური მოვალეობაა დაეხმარონ მამას ჰორიზონტ ზემოთ ამოსვლაში. და ეს არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. უნდა ნახოთ ისინი, მათ აქვთ ბუნებრივი თვითშეფასების გრძნობა. ციტატის დასასრული. იუნგი ამ ცხოვრებისეულ წესს ადარებს დასალველ ქალს, რომელსაც ერთხელ შეხვდა. როგორც იუნგი აღნიშნავს, ეს ქალბატონი ავადმყოფურად გარბოდა ერთი ადგილიდან მეორემდე.
მუდმივად მოგზაურობდა, მაგრამ ვერაზოს პოულობდა იმას, რასაც იძებდა. იუნგი წერდა: უცქერდი მის თვალებს და გაოცებული ვიყავი. ეს იყო დევნილი, კუთხეში მიყუჟული ცხოველის თვალები, რომელიც ყოველთვის რაღაცის იმედით ეძებს. ის ამ იდეით შეყვრბილია. არ ცხოვრობს აზრიანი ცხოვრებით. მის ცხოვრება გროტესკულად ბანალურია, სრულიად უაზრო. იმ ქალის სიკვდილით, ვინც იუნგს შეხვდა, არაფერი მოხდება, არაფერი გაქრება, რადგან ის ქალი არაფერს წარმოადგენდა. ეს იძულებითი ძიების ავადმყოფობა თანამედროვე სამყაროში ბევრ ადამიანს შეეყარა. ზოგიერთი ერთი ადგილიდან მეორეზე გარბის, ზოგი სასიყვარულო პარტნიორებს დაეძებს. სხვები ასეთი იძულებით ფულს დაეძებენ, სხვები პრესტიჟს, პოპულარობას ან სოციალურ მედიაში აღიარებას, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს ეს ძირითადი мотиваცია ერთია. ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს საკუთარი არსებობის ბანალურობას. ისინი ცდილობენ შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც უაზრო ცხოვრებით მოდის, მაგრამ როგორც იუნგი ხსნის, ეს სიცარიელე ვერ შეივსება ნივთებით ან გამოცდილებებით. ის ივსება მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით, რომ ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. და იუნგი წერდა მის მიერ ნანახქალზე. მაგრამ თუ მას შეეძლო ეთქვა, ყოველდღამე უნდა დავეხმარო მთვარის ჰორიზონტ ზემოთ სამოსლოში. ეს სულ სხვა რამაა. მაშინ ის ცოცხლობს, მაშინ მის ცხოვრებას აზრი აქვს და აზრი აქვს მთელი კაცობრიობისთვის. ეს იძლევა სიმშვიდეს, როცა ადამიანები გრძნობენ, რომ ცხოვრობენ როგორც მსახიობები დაევრევ დრამაში. ეს აძლევს ადამიანის ცხოვრებას აზრს. ყველაფერი დანარჩენი კარიერა, შვილების გაჩენა ბანალურია და ნაკლებ მნიშვნელოვანი. იმ ერთადერთ რამესთან შედარებით, რომ შენ ცხოვრებას აზრი აქვს. იუნგი არ გვთავაზობდა პუებლოს მითოლოგიის მიღებას. ის იმას ამბობს, რომ ბევრი მხოლოდ იმიტომ იტანჯება, რომ ვერ პოულობს მისი ცხოვრების აზრს და მათთვის, ვისაც სურს განთავისუფლება, შფოთვისა და დეპრესიისგან, ამაზრის პოვნა აუცილებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი არსებობის გამართლება, რათა პუებლოს ხალხივით გვჯეროდეს, რომ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვანია. ზოგისთვის ეს შესაძლებელია რელიგიით. სხვებისთვის ისეთი ღირებულებების ხელშეწყობით, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება ან საზოგადოება. სხვები ამას შემოქმედებით პროცესში იპოვიან. ვინც ამ საქმეს აკეთებს, მას საინტერესო და სავსე ცხოვრება ელის. და არ არის იძულებული წლებისა და აწლევლების განმავლობაში უაზრო დღეები და იძულებითი ძიება ტანჯავდეს. იუნგმა თქვა: მე მხოლოდ იმით ვარ დაინტერესებული, რაც თითოეულ ინდივიდშია. აი ეს არის პუებლოს პრობლემა. დღეს ყველაფერი გავაკეთო, რაც აუცილებელია, რათა ზემ ჰორიზონტზე ამოსვლა შეძლოს. თუ ვიდეოს აქამდე მოусმინე, მაშინ დიდი შანსია, რომ იუნგის მოსაზრებებმა შენში ემოციების ამოძრავება შეძლო. იქნებ საკუთარი ჩრდილის დაინახე. იქნებ ცხოვრების აზრზეც დაფიქრდი. ან უბრალოდ გააცნობიერე, რომ ცვლილებები შესაძლებელია. ეს ვიდეო იყო გულისხმიერ და მშვიდ აზროვნებაზე დაფუძნებული ექსპერიმენტი ჩვენს არხზე. და თუ გინდა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი სერიები, შენი ერთი წამით გაკეთებული ქმედება რეალურად ბევრს წყვეტს. ამიტომ თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე არხი და დააჭირე მოწონებას. ეს ჩემთვის არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ასეთი ღრმა ადამიანური კონტენტი თავის აუდიტორიას ელოდება. ახლა კი, როგორც იუნგი იტყოდა, გადმოდი თეორიიდან პრაქტიკაზე. იფიქრე, დღეს რა გააკეთე ისეთი, რაც შენს მზეს ჰორიზონტზე ამოსვლაში დაეხმარა. დიდი მადლობა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.